მოგესალმებით, ჩემო მშვენიერებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის განსაკუთრებული დღე, ბზობა და ოსანა მაღალთა შინაღმერთსა, ქვეყანასა ზედა საცნოება და კაცთა შორის მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენთან. იმიტომ რომ ესე ეგებებოდა უფალი ყველას თავის მოციქულებს, ესე ესალმებოდა, ეუბნებოდა შვიდობა თქვენთან, ანუ მშვიდობას უგზავნიდა მთელ სამყაროს. ეს არის მნიშვნელოვანი, არა მარტო თვითონ ფრაზა მშვიდობა, არამედ ამის გაცნობიერება, რომ მშვიდობა გქონდეს გულში, გონებაში, ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიყოთ ბედნიერები. ეს არის სრული ჭეშმარიტება და ნახოთ დღევანდელი დღის ენერგიები. ჯერ ესე დავიწყოთ. ენერგეტიკულად კი ძლიერი დღეა, მაგრამ მაინც ნახოთ დღევანდელი დღის ენერგიები. ნახეთ როგორი კარგი კარტები ამოვიდა, ჩემო კარგებო, არ ვიცი, ხედავთ თუ არა, ესე სპონტანურად გავშალე. ანუ აქ არის ესეთი სიტუაცია, რაღაცა იდეები, რაღაც გეგმები, მთლიანობაში ვამბობ ენერგეტიკულად, ხო? სიხშირეებზე და ენერგიებზე მიდის აქ კითხვა, ასე ვთქვათ. და ამის გადმოცემა თქვენთვის. ანუ მოდის ენერგეტიკულად იმედიანი სიტუაციები, რაღაც, ეს იქნება ჩვენი ბიზნეს სფერო, კარიერა, სწავლა, კურსები, არ ვიცი. მოკლედ, კარგი, ინვესტიციები ჩაიდება. ანუ თუ ეხა თქვენ რამეს აპირებთ და ფიქრობთ, რომ მოდი ამ კურსზე შევალ, ან მოდი ამ რაღაც ბიზნეს გავხსნე, ან მოდი იქ წავალ, ავიმაღლებ კვალიფიკაციას, ანუ რაღაც ესეთ სიტუაციებზე აქ საუბარი უფრო. პარტნიორული ურთიერთობა, გეხმარებიან პარტნიორები, ადამიანები, რომლებიც არიან თქვენთან დაახლოებული პირები და კეთილგანწყობილნი თქვენთან, არ ვიცი, პარტნიორის დახმარებით, ახლო ადამიანთან ურთიერთობით ის, ვინც დაინტერესებულია თქვენ სიკეთეში, მართლა, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს, რომ არიან ესეთი ადამიანებიც, კი, გადაჯიშთა მეთქი. მე არა, სხვები ამბობენ, მე უბრალოდ ციტირებ, ხო, ეს ქვეყანაო, მაგრამ ესეც არ არის, რომ გადაჯიშებულიყო მთლიანად ეს ქვეყნიერება, მაშინ ეხა მე ვერ ვისაუბრებდი, თქვენ ვერ ჩართავდით ამ ვიდეოს და ვერ უყურებდით, იმიტომ რომ დასვავდა წერტილს, ხო, მამა ღმერთი, რომელიც არის უპირობა ყველაზე მარადიული და დიდი სიყვარული, თუ კი რამე არსებობს ამ ქვეყანაზე, მან შექმნა ეს ყველაფერი და რომ არის ზუსტად მოწყალე და პატიობს ამდენ რამეს, იმიტომაც მოვედით აქამდე და ვართ მისი წყალობიდან გამომდინარე ეხლა, ვინც ვართ, ანუ მადლობა მას, რომ პატიობს, მადლობა მას, რომ გვაძლევს საშუალებას, რომ თუნდაც ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს სიყვარული გადავცეთ. ეს არ არის მარტო ის სიყვარული. ნებას არ გულისხმობს, საერთოდ მოყვას ის სიყვარულს და კეთილგანწყობას და სიკეთეს და დახმარებას და ამ ელემენტალურს, რაც გამოარჩევს ადამიანს სხვა ცოცხალი არსებიდან, იმიტომ რომ ადამიანში ჩადო ღმერთმა მისი ნაწილაკი, გონი, ანუ რა, სიყვარული, ემპათია, ის რომ შენ ზრუნავ, შენს ირგვლივ ყველაზე გინდა რომ გაახარო შენი საყვარელი ადამიანები. ფიქრობ მათზე, გულგრილად ვერ ჩაული იქ ადამიანს, რომელზეც უჭირს ან რაღაც დახმარება სჭირდება, ხო? ეს არის ელემენტალური ადამიანობა, რაც ძალიან ბევრმა დაკარგა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არიან, ხო, ნამდვილი ადამიანებიც. იმას გულისხმობ მე. და ესეთი პარტნიორი არის თქვენ ცხოვრებაში, ვინც დაგეხმარება და აქ ჩანს, რომ თქვენ ინტუიციას, თქვენ გულს უნდა მიყვეთ. ეხლა ძალიან ჩართულია ეს ინტუიცია, გაძლიერებულია. ნახოთ აბა თქვენი პირადი, ორი სიტყვით.
გრძელი ვიდეო არ მინდა, მაინც არ დაგღალოთ ჩემი შეგონებებით და ქადაგებებით, რომ ბევრს არ მოგწონთ, ვიცი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვა, სიტყვას აქვს ძალა და კიდევ ერთხელ მშვიდობას უგზავნი მთელ სამყაროს. და რა თქმა უნდა თქვენ, იქ სადაც ხართ. თქვენ პარტნიორთან, აი ეხლა რა ურთიერთობაა და მომავალი პერსპექტივები, აი რა იქნება, ახლო მომავალი ვნახოთ, ხო, ვინც ეხლა უყურებთ ამ ვიდეოს. თქვენი პარტნიორული ურთიერთობა როგორი იქნება იმ ადამიანთან, ვინც გაინტერესებთ. თქვენ გაქვთ რაღაც გადასახდელი ვალები, ეს არის კარმული ვალები, რომელიც დაგიგროვდათ და თქვენ უკვე ნაწილი გადაგიხდიათ, ანუ ეს იგულისხმება ტანჯვა, მოტყუება, სტრესი, სიბრაზე, ანუ აი რაღაცაზე რომ ბრაზდები, ხო? ანუ იგივე უსამართლოდ მოპყრობა, ტყუილი, რა თქმა უნდა, სიცრუე, რომელიც თქვენ ცხოვრებაში ყოფილა. ნახეთ, ღალატიც, სამწუხაროდ, კარტი მაჩვენებს და ამაზე გიდარდიათ, გიშფოთიათ, გინერვიულიათ, მამაკაცისგან წარმოიდგინეთ თქვენ. მაგრამ როგორც ჩანს ეხა, უმრავლესობას ესე ამოსდის, ყველაზე არ არის და მიიღეთ ისე, რომ ანუ ხო არ არის თქვენზე, ესე იგი არ არის. თუ თქვენზეა და რეზონირდება, კი ბატონო. ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და აქაც ამოდის რა, რომ ეს ადამიანიც გაცივულია ეხლა და ცივად დგას და თქვენც უკვე ცივი გონებით უყურებთ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა იყო სიყვარული, მართლა იყო თქვენგან ვიძახი, თქვენგან ის მზრუნველობა, ის მართლა ყველაფერი, რაც საჭირო იყო, თქვენ ამ ადამიანისთვის გიკეთებიათ და შეიძლება დღემდეც, რა ვიცი, აკეთებთ, მაგრამ არ ამგონია დღემდე აკეთებდეთ, უკვე ჭუა ისწავლეთ ჩანს აქ. ახალი დასაწყისი იქნება ეს არსულის ადამიანი, რომელიც წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, ანუ რაღაც გარკვეული გამოცდილება თქვენ ცხოვრებაში ამან დაგიტოვათ, ანუ ამაზე მიმანიშნებს ეხლა ეს კარტები. მე რაც ეხლა ამ წუთას დავაწყო, ინფორმაცია მოდის ეს, რომ თქვენ უკვე კარმული ვალები გადახდილი გაქვთ. ანუ არ ვიცი რა იყო, როგორ იყო, კიდევ ერთხელ ვიძახი, პირად გაშლაში ჩანს ყველაფერი, როცა ვიცი თქვენი სახელი, იმ ადამიანის სახელი, ანუ კონკრეტიკა უყვარს სამყაროს, ნახე? შენ როცა ეუბნები, მე მინდა ბევრი ფული, ანუ სამყაროს არ ესმის, ფული არის ქაღალდი, კი, ენერგიაა, მაგრამ ქაღალდია, ხო, სამყაროსთვის. შენ უნდა დააკონკრეტო, რისთვის გინდა ეს ფული, აი ვთქვათ, მინდა ფული, რომ შევიძინო, ვთქვათ, ახალი ტელეფონი, სიტყვაზე ვიძახი, ან ჭირდება, ვთქვათ, იგივე კომოდი, ქართულად როგორ თქვა, არ ვიცი. ან და სავარძელი და მჭირდება ფული, ვთქვათ, ღირს 500 სიტყვაზე ვიძახი, ხო? 500, 300, რა ვიცი. და აი კონკრეტულად ეუბნები, გესმის? და მე უკვე ესმის სამყაროს და გაძლევს, ფულს გაძლევს. ფულს ციდან არავინ არ მოგცემს, ანუ საშუალებებს იქ გამოჩნდება ვიღაც, შემოგთავაზებს რაღაცას. იქ ანუ უცებ რაღაც მოხდება ისეთი, რომ შეიძლება დამატებითი სამსახური გამოგიჩნდეს. ანუ ის შემოსავლის წყარო გამოჩნდება. შენ თუ ამას, რა თქმა უნდა, სწორად გააჟღერებ და ითხოვ. ანუ რისთვის? ამას აუცილებლად გაიგებს სამყარო. ყველასთან ესე არის. მერე შემთხვევით ეხლა იქ შემხვდა ნაცნობი და ეს შემომთავაზე და შემთხვევით არ არსებობს შემთხვევით. შენ რო გააჟღერე, შენ რო ითხოვე, ხო? შეგახვედრეს, აი ესე მოხდა, რომ 100 წელი არ გინახია და უცებ შეგხვდა და ანუ გეუბნება, რომ აი იცი, მე მაქვს აი რაღაცა, ვთქვათ, გახსნილი კომპანია ან რაღაც და აი იქ ვეძებ რაღაცა და ანუ თუ გინდა და ანუ გესმის უკვე შენზეა დამოკიდებული, შენ კი ეტყვი დაეთანხმები და ამ შემოთავაზებაზე უკვე მოქმედებას აკეთებ შენ, მე ვხსნი უბრალოდ სამყაროს კანონის მექანიზმს. ეხლა შეუძლებელია დეტალურად ამ ყველაფრის, ამ ნიუანსების გათვალისწინება, მაგრამ ამიტომ არის საჭირო ინტუიცია, რაც თქვენ გაქვთ. წარსულიდან ეს ადამიანი, რომელმაც დაგაზარალათ, აქ ჩანს, რომ ფულის პრობლემაც გაქვთ, არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ სტრესმა, იმ დარდმა, იმ თუნდაც წყენებმა ამ ადამიანიდან, ხო, რაც მიგიღიათ, ჩანს, რომ
რაღაც სიტუაციაში კრიზისული, ანუ ფულთან, ფინანსებთან დაკავშირებით ყოფილა კრიზისი. რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, ისე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ენერგიაა ფული. და ის ენერგია წაიღო უარყოფითმა თქვენმა დარდმამ, წყუხარებამ, სტრესმა, წყენამ იმ ადამიანზე, ხო, განრისხებამ, თუნდაც თქვენ ფიქრებში და არა ვთქვათ სიტყვებში. სიტყვებში თუ იტყვი ხო საერთოდ, მაგრამ ფიქრითაც კი უკვე როცა ესეთ მდგომარეობაში ხარ და მაჩვენებს ამას ხო კარტი, რომ ღამე ანუ დაკარგული გაქვს ძილი, რომ დარდობ, ხო? ეს არ ტყავს ფინანსებზე, ნახე? არ ტყავს ფინანსებზე და აი ესეთი გაციებული რო ხარ და ეს სიცივე და ნეგატივი, ხო, ნეგატივი, რომელსაც აფრქვევ, მე გაღიზიანებს ყველა და ყველაფერი, მე ხარ ანუ აკრეფილი, იქ ჩართავ ტელევიზორს სიტყვაზე ვიძახი, ესეც მაგალითი მომყავს. იქ რაღაცებს ნახავ, ნუ აი ესეც, ხო, ქაოს და სრულ ანშლაგს ნეგატივისას. აყვები მე იქაც 2 სიტყვას, 3 სიტყვას იტყვი, ანუ გადმოაფრქვევ რო იტყვიან და უკმაყოფილებას და ანუ ეს და ეს აი ესე გროვდება რა და ზღვაში წვეთიო და ჩნდება მე მართლა დიდი მორევი აი ამ ნეგატიური მთელი სტრუქტურის რა. ხო და იკეტება მე ეს ფინანსური გზები, არხები, გესმის? ანუ აი რაშია საქმე ხა. ამას ყველაფერს მე დეტალურად ვერ ავხსნი, შეუძლებელია, მაგრამ რომ მიხვდეთ რას ვხსნი, რომ გაგაგებინოთ. ამიტომ ეს კარმული ვალები, ხო? აი უფრო კარმულია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ვალებზეც არის აქ საუბარი. შეიძლება ვალებიც კი ვთქვათ აიღეთ ან დაგიქრობდათ, მაგრამ ეს მიზეზიო არისო, ეს ადამიანიო, გესმით? წარსულიდან. მაგრამ ეს უკვე გადახთილი, ანუ ეს სურათი მაჩვენეს პროგნოზირება რა. ანუ მიზეზი, ხო, უნდა გაიგო, გაარკვიო, არსში უნდა ჩახვიდე. რატომ? აი მიზეზი რატომ? თქვათ არ მიმართლებს, ხო, ჯვარი მწერია. არ რაღაცა გამომდის. რატომ? მიზეზი უნდა ჩაეძიო მიზეზს, გესმის? და ეს მიზეზი ხდება, ანუ იმ ყველაფრის გაანალიზება, შენ რა მოქმედება გააკეთე, შენ რა თქვი იმ ადამიანს, როგორ მოეკეთი, სიტყვაზე ვიძახი რა. იმიტომ რომ ეს მერე ყველაფერი ბათილდება შენი კეთილი საქმეებით. ნახე, შენ თუ იქ უარყოფითად მოეკეცი ვიღაცას, გადმოაფრქვიე ნეგატივ სიტყვაზე ვიძახი, თუნდაც გაუცნობიერებლად. შეიძლება ეს გაბათილდეს, შენ თუ იქ დაინახი გაჭირებული ადამიანი და მართლა გულით შეგეცოდა და მიხვედი და ვთქვათ იქ რაღაცა მოწყალება გაეცი. გესმის? ანუ აი ესეთი ვარიანტები, ნიუანსები ბევრმა არ იცის, ეს არის სამყაროს კანონი, აქ არის ზომიერება და აქ ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული, ცხოვრებაა ესეთი და აი ეს ბალანსი რო დაიკარგა და დაირღვა იმათგან გამო, ანუ მეორე მხარეს გულისხმობ იმ სასტავს, ასე ვთქვათ, ხო? დაბალი ვიბრაციისას, ხო? და ძალიან რო დაგროვდა, იმიტომ ხდება ესეთი მოვლენები მთლიანად, ზოგადად. ჩვენ ქვეყანაზე არ არის მარტო აქ საუბარი და თვითონ ჩვენ ცხოვრებაშიც ესეა, არა მარტო ქვეყანა, არა მარტო მსოფლიოა, ანუ ჩვენი საკუთარი თითოეულის ცხოვრებაც ასე განიხილება. და აი რა გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან, რომ დავალაგოთ, ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი გადახტომა ხდება, ანუ კიდევ ვიძახი, ენერგეტიკულად და მძლავრი ენერგიები შემოდის ზემოდან, კოსმოსიდან. ხო და აი როგორ დავალაგოთ, დავაწყოთ, რომ ჰარმონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების, თუნდაც ამ ადამიანთან ჩვენს პირადში, ხო, აი მაჩვენებენ, რომ რაღაც ფინანსური პრობლემაც არის, რომ ესეც განვმუხტოთ, აი როგორ. რა უნდა გავაკეთოთ? რჩევა. კი ბატონო. ყველაფერი ემოციონალურ ფონზე, ანუ ნახეთ, სანამ არ მოიცილებთ, პირველ რიგში არ იმუშავებთ თქვენ თავზე, არ მოიცილებთ ამ ემოციონალურ ფონს, რომელიც დაგროვდა უარყოფით კონტექსტში, აი პირდაპირ გადაივსო
ემოცია, ოღონდ უარყოფითში, რამაც გამოიწვია თქვენი აი სულიერი დეგრადაცია, გულისხმობ იმას, რომ ძალები წაგერთვათ, ანუ გახდით აი ესეთ გამოფიტულ მდგომარეობაში სულიერებას გულისხმობ, ეხლა და არა ფიზიკურად, ჯვარი გწერიათ, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, მაგრამ მე ვიძახი, აი რო არ გაქვს თავი არაფრის, ხო? ეს არის ემოციონალური ფონი, უარყოფითის, იმიტომ რომ უარყოფით ენერგიას ან ფიქრებს შენ, რომ აჟღერებს შენ, რომ გადმოსცემ შენ, მერე როგორც ლიმონს რო წურავენ, აი ესე იწურები ენერგეტიკულად და აქ მაჩვენებენ, რომ პასიურად ნელა აღდგება, ოღონდ თუ მოიცილებთ წარსულიდან წამოსულ აი ამ პროგრამებს, ამ წარსულ ცხოვრების დაპროგრამებულ თეზისებს, კანონებს, არ ვიცი, რომ აი უმაგივრო, აი უსამართლოდ მომექცა და მე ხა ანუ უნდა გადავუხადო, რო ვთქვათ, იქ იგივე დაუმტკიცო ჩემი სიმართლე, ანუ ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ. ის ადამიანი, ვინც უარყოფით ქმედებას ჩადის, ის უკვე არის დაბალ ვიბრაციაში, იმას ვერ დაანახებ შენ სიკეთეს, იმას ვერ დაანახებ შენ გულმოწყალებას, შენს ერთგულებას, ვერ, იმას არ უნდა დაანახვა. ქვემოთ არის, დაბლა არის, შენ მაღლა ხარ, მაღალ საფეხურზე ხარ, ამაზე იფიქრე. ანუ ეზოთერულად და სიბრძნით უნდა ამას ყველაფერს გადალაგება, გადაწყობა ამას გვირჩევენ და რა თქმა უნდა თქვენ თავში ძიება. კიდევ ერთხელ რო ვთქვი ანალიტიკურად, რომ აი რა გავაკეთე, ხო? აი ამ დროს, ამ პერიოდში აი ესე იყო ის, აი შედარებები, ანალიტიკური აზროვნება ჭირდება, რომ გადააწყო შენი ცხოვრება, მუშაობა თქვენ თავზე და 3 პერიოდის შემდეგ შეიძლება 3 დღე შეიძლება, ხო 3 დღე ცოტაა, მაგრამ პირობითად 3 კვირა, მაქსიმუმ 3 კვირა ხდება დაბალანსება. დაბალანსება ენერგეტიკულად, გაანალიზება, გაცნობიერება იმის, რომ ესე იგი მარტო ის კი არა, მეც რაღაცაში დავაშავე, რა თქმა უნდა, რაღაცა ვთქვი, რაღაც სიტყვა ვთქვი, ის ანუ გავიწყდება შენ რა თქვი და გაიხსენე, კაცო, თქვი, შენს რაღაცა უარყოფითი უთხარი და იმ ადამიანს ეწყინა იმ ადამიანს და ამის გამო, ანუ მიდის მერე ეს შეხლა შემოხლა რა. არავინ არ დგავს ნაბიჯს, არავის არ უნდა პირველი ეს სიამაყე, პირველი ანგელოზი დაეცა, რის გამო? ამ პარტაუნების და სიამაყის გამო, ხო? როგორ მე, ყველაზე მაგარი ვარ, ყველაზე ძლიერი ვარ და აი ამ პარტაუნებამ, პატივმოყვარეობამ ჩამოაგდო და დაეცა და გამოყვნენ მისი, ასე ვთქვათ, მიმდევრები დღეს, რომ ლეგიონებად არიან წოდებულები და არიან დღეს ისინი, მათი ენერგეტიკა, მე სიხშირეს და ენერგიას გულისხმობ. იმაში ხორცშესხმულები არ არიან, მადლობა ღმერთს და ვერ ვხედავთ, მაგრამ მათი ენერგია არის, აგერ ვხედავთ, ჩართეთ ტელევიზორს და ნახავთ. ისინი არიან, ზუსტად ის ხალხი არიან. რო ყვირიან, არ უნდათ მშვიდობა, არ უნდათ, გესმით? აი ეს არის. ხო და აი ამ ყველაფრის გადაწყობა რომ მოხდება და გაცნობიერება რომ მოხდება, აუცილებლად უნდა დაბალანსდეს. აი მერე უკვე ხდება გამონათება და მაინც რამდენ ხანში მოხდება, აბა დრო გითხრან. რამდენ ხანში მოხდება, გვაჩვენონ დრო. ძალიან მალე. ერთი თვე მაინც უნდა და მოდის ახალი მამაკაცი. ოღონდ ეს ხდება ისე კიდევ ერთხელ ვიძახი ეზოთერული და ესეთი მაგიური ცოდნით, მაგიური, მისტიური, თუნდაც დაუძახოთ ეხა ამას გნოსტიკური, ხო? დაფარული ცოდნით, რას ნიშნავს? დაფარული იყო ეს ყველაფერი, ეს ცოდნები, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არ ცოდნოდა, რომ მისი სიტყვა, მისი ფიქრი მატერიალიზდება, რომ ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ყველაფერი, შენ რომ იწყებლები, ხო? ეს იმხელა ენერგეტიკული შენ უშვებ, ძალიან დიდ ჩათვალე რომ ტყვიას უშვებ და იმ ადამიანს ენერგეტიკულად, კლავ, ხო? სიტყვიერად. და შენ ახლობლებს წევლი, გესმის? არიან ესეთი ადამიანები, ხო? ბევრი არიან. ხო და ეს სიტყვა არის ძალა.
ძალა არის. მერე ის აუცილებლად გიბრუნდება უკან. ეს არის ბუმბერანგის კანონი, არავის უარყვია, სამყაროს კანონია, ხო? შენ სიკეთეს გამოსცემ, ის სიკეთე გიბრუნდება. შენ უარყოფით გამოსცემ, ის უარყოფითი გიბრუნდება და იმიტომაც არიან ვაივიში და ყიჟინში მერე. ვერ გაიხარებენ ისინი, ვერასოდეს ვერ გაიხარებენ. იმათან მშვიდობა არ დადგება, იმიტომ რომ მათ თვითონ არ სურთ ეს, გესმით? თორე ვინმე კი არ სჯით. აი ეს კარგად უნდა გააცნობიეროთ, ვინმეს კი არ უნდა მათი ცუდი. მათ თვითონ აირჩიეს ეს პოზიცია. მათ თვითონ აირჩიეს სამუდამო რო იტყვიან ეს ჟივილ, ხივილი და ყიჟინა და როკვა. მათ არ უნდათ სიმშვიდე, გაიგეთ? და აი ზუსტად ეს ეზოთერული სამყაროს კანონები გეხმარება ადამიანს, რომ დააბალანსო, დაასტაბილურო და მოდის ახალი ადამიანი. ბევრისთვის ახალი ადამიანი, ბევრისთვის ახალი საქმე და პერსპექტივა და ასევე გამოვიყენებ აგერ ციგნურ ორაკულს. ბოშა ქალის ორაკულს თქვენთვის აბა რჩევა. ბოშა ქალო ოფიცერ. ანუ აქ ოფიციალურად შემიძლია გითხრათ, აი პირდაპირ ოფიციალურად, ეხლა ოფიცერი არ ვიცი ყავთ თუ არა საახლობლოში, მაგრამ ოფიციალურად გასაჩუქრებთ სამყარო, ნახეთ. ოფიციალურად აი საჩუქარი მოდის სამყაროდან და ეს, რა თქმა უნდა, ორჯერ ამოვიდა, ნახეთ, აქ და აქ. ეს არის high price-ის, აქ თვითონ ბოშა ამოვიდა, ბოშა ქალი, ანუ ისევ და ისევ ეზოთერული და ეს დაფარული ცოდნების ცოდნა, ხო? ახალი მამაკაცი და სიტუაციის დასტაბილურება. ანუ ყველა ვარიანტში უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე. ხო გინდათ, რომ სამყარომ დაგაჯილდოთ, დაგასაჩუქროთ, გამოგიგზავნოთ ახალი ადამიანი, გამოგიგზავნოთ სტაბილურობა, მშვიდობა. ამიტომ თქვენ თვითონვე უნდა შექმნათ ეს, ანუ თქვენი ცხოვრება, ხო? თქვენ ხელშია, დამიჯერეთ, რასაც გამოსცემ, ის გიბრუნდება და გამოეცით რა სიკეთე, გამოეცით რა თქვით, რომ იყოს მშვიდობა, ღმერთო, აი, იყოს მშვიდობა და იყოს საცნოება და სიკეთე და მეგობრობა და აი სიყვარული რა. ხო ძნელია? ხო არ არის ძნელი. აი დაჯილდოვდებით. ვინც ასე იფიქრებთ, გარანტიას გაძლევთ, აი მოწმეთ არიან ჩემი კარტები. რომ ზუსტად დროს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალური, ყველა თქვენ თავზე, თქვენ თვითონ უნდა იმუშაოთ და როგორც კი გადააწყობთ ფიქრებს დადებითისკენ, როგორც კი იტყვით, რომ მშვიდობა იყოს, მეგობრობა, სიყვარული, ერთობა, ანუ გესმით? ეგრევე იცვლება, ეხლა ელვის სისწრაფით სიტყვას ეძლევა ძალიან დიდი ძალა. აი ეს დრო მოგვანიჭეს, ამ დროში ვართ ეხლა, ხალხ, ნუ გაიგეთ. შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება რომ შეცვალოთ უკეთესობისკენ. თქვენზეა დამოკიდებული, აირჩიეთ სიკეთე, აირჩიეთ მშვიდობა. აბა თქვენ იცით, წარმატებები.